ჭავჭავაძის გამზირისა და ვაკე-საბურთალოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. დღეიდან მოქალაქეებს გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. ახალ გზაზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გზა დაიხაზა და საგზაო ნიშნები დაიდგა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა. ჩვენმა პრაქტიკამ გვანახა, რომ დაახლოებით 2-3 თვე უნდა იმისათვის, რომ გზა კარგად დაიტვირთოს, ანუ მძღოლები შეეჩვიონ გზას, ის თავიანთ მარშრუტში ჩასვა, ასე რომ ნახავთ, რომ სულ 2-3 თვის თავზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ეს ახალი გზა, ეს გზაც დაიტვირთება და ჩადგება ქალაქის სამსახურში. საახალწლოდ ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი გზა შეემატა, ეს არის ვაკე-საბურთალოს კვანძის საბოლოო მონაკვეთი, რომელიც დააკავშირებს ვერეს ხეობაში გამავალ მაგისტრალს ჭავჭავაძის გამზირთან, კერძოდ მეცხრე ავადმყოფოსთან და დღეიდან საშუალება ექნება ჩვენს მოქალაქეებს ისარგებლონ ამ ახალი და კომფორტული გზით.